მოგესალმებით, ვაგრძელებ ბედის მატრიცას, ერთი ლამაზი მშვენიერი გოგონას ბედის მატრიცას, განვიხილეთ და ვნახეთ, რომ სარკისებური ბედის მატრიცა არის, რაც იმას მოასწავებს, რომ გარდა იმისა, რომ ის კონკრეტული თემები, რაზეც მაგალითად წინა ვიდეოში ვისაუბრე, მშობლების და შვილების კარმა, რესურსი, დაბადების და ჯანმრთელობის კარმა, ფულის შემოსვლის კარი, აქვს არკისებული, ასევე აქვს საგვარეულოებიც, აი ნახეთ, როგორი ერთნაირი ციფრები აქვს. როდესაც გადავალ ამ საგვარეულო ეგრეგორებზე მიხვდება რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ბევრი რაღაცები გაუმეორდება ამ ადამიანს ცხოვრებაში. დღეს მინდა განვიხილო მისი კომფორტის ზონა, ანუ შინაგანად როგორი არის ის აი ვინც ასტროლოგიაში ერკვევა, აი ესე რომ ვთქვათ, დაბადების რესურსი ეს არის მზე ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო შინაგანი ვინ ვარ შიგნით სულიერება, ეს არის მთვარე. და აქვს 12 ენერგია. ეს არის მსახურების ენერგია და ყოველთვის თქვენ იგრძნობთ თავს ბედნიერად, კარგად, როდესაც რაღაცას აკეთებთ, რაც ვიღაცას მოუტანს ძალიან კარგს, დადებითს. ხომ, აი, როდესაც თქვენი საქციელი ვიღაცისთვის იქნება შემწეობა, სიკეთე, ხელის შეშველება, მხარში ამოდგომა, მაშინ გრძნობთ თქვენ თავს ყველაზე ბედნიერად, როდესაც რაღაცა მისია გაქვთ, აი რაღაცა და ამ მისიას შეასრულებთ და ამითი რაღაცა სიკეთე მოგაქვთ სამყაროში. ეს გაბედნიერებთ თქვენ და აბსოლუტურად ამას რატო ქვია კომფორტის ზონა? იმიტომ რომ აი ამ ენერგიიდან ამოდის აბსოლუტურად ყველაფერი. ეს ენერგია გაძლევთ ძალას, რესურსს, სიყვარულს, იმედს, საწვავს მოქმედებისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა ასპექტში და თემაში იყოთ ბედნიერი და წარმატებული და კომფორტულად იგრძნოთ თავი. ანუ ის რაც შენია, სადაც იქ ხარ, იქ გრძნობ თავს კომფორტულად. რა არის მინუსი ამ ენერგიის? არის ის, რომ ძალიან უჭირთ არას თქმა, და ზოგჯერ ეს მსახურება გადადის თავგანწირვაში, თავის შეწირვაში, ხდებიან მსხვერპლები, უარს ვერ ამბობენ და გაკეთებული სიკეთის და საქმის და საქციელის თვის ანაზღაურების აღება ძალიან უჭირთ, ძალიან რცხვენიათ, ერიდებათ, თავს ცუდად გრძნობენ, ამიტომ იფიტებიან, ილებიან და არიან მსხვერპლები და არა მსახურები. ეს ყოველთვის უნდა გააკონტროლოთ და ყოველთვის თქვენს საქმეს, თქვენს თავდადებას, თქვენს, ასე ვთქვათ, მხარში დგომას უნდა დაადგოდოთ ფასი. არ არის ამ დროს ლაპარაკი აუცილებლად, რომ უნდა აიღოთ ფული. ანუ დაფასება არის ძალიან ბევრნაირი. აქ არ არის ლაპარაკი აუცილებლად, რომ ფული უნდა აიღოთ. ძალიან ბევრნაირი არის დაფასება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ეს თქვენი საქმიანობა, ეს თქვენი თავდადება, ეს თქვენი მსახურება, ეს თქვენი სიკეთე, რომ არ არის ესე იული და ადვილად საპოვნელი, ამას აქვს წონა, ამას აქვს შრომა და ამას უდევს ენერგიის კარგვაც თუნდაც და უნდა დააფასონ ეს. ეს უნდა გააგებინოთ, რად გიყირთ თქვენ ეს აქციელი. ასევე დღევანდელ ვიდეოში მინდა განვიხილოთ თქვენი ტალანტი და ნიჭიერება. ანუ რა არის ეს ენერგია? ეს ენერგია არის ის, თუ წინა ცხოვრებაში რა იყო ის, რაც ძალიან კარგად დაამუშავეთ, ძალიან კარგად აითვისეთ, ასე ვთქვათ, 10 ბალიან სკალაში 10 ბალზე იცით, ანუ ოსტატი ხართ ამ ენერგიების, ეს უნდა გაიხსენოთ და ძალიან ადვილი არის ხოლმე ამის გახსენება, იმიტომ რომ ეს არის ტალანტი. ზოგს პირდაპირ აქვს ეს ტალანტი, არ სჭირდება გამოღვიძება, გახსენება, გააქტიურება, ზოგში ეს მინებული არის, მაგრამ აუცილებლად არის ეს ყველა ადამიანში. რა არის პირველ რიგში? ეს არის 4 ენერგია და ასევე მინდა გაჩვენოთ, რომ 4 ენერგია თქვენთან მეორდება საქმიანობაში და როგორ იყვნენ თქვენი მშობლები, ხო? ეს განვიხილე წინაზე. ანუ რა არის თქვენი ნიჭი? ნახე, ეს ნიჭი და ტალანტი განამარტო თქვენში უნდა გააღვიძოთ და ასე ვთქვათ, გამოიყენოთ თქვენთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს და მერე თქვენ ნებისმიერ ადამიანში, ხო? ეხლა ნებისმიერს არ ვამბობ, რომ გადიხართ ვიღაცა მეზობელი შეგხვდება და იმაში, ხო? ზოგადად ადამიანებში ეს ენერგია უნდა იპოვოთ, გააღვიძოთ და დაანახოთ. ანუ ვისთანაც ამ რესურსს იპოვით,
თქვენ მათშიც უნდა გააღვიძოთ ეს ენერგია. და რა არის ეს 4 ენერგია? ეს არის მმართველობის ნიჭი. ეს არის იმპერატორული ენერგია, რომელიც უნდა იყოს სათავეში და მართავდეს თავის ქვეშ შეხვდომებს. თქვენი მშობლებიც ჩანს ამ ბედის მატრიციდან, რომ იყვნენ კაცრები, ერთ-ერთი მაინც, ანთი და ან მამა. და თქვენს გაქვთ ამ ნიჭის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა მმართველობის და ასევე თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი საქმე. თქვენი, მოდი ვთქვათ ესე, ბიზნესი. არ შეიძლება რომ თქვენ იყოთ დაქირავებული მუშაკი, არამც და იჯდეთ ხელფასზე. თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი იმპერია და ამ იმპერიის სათავეში როგორც იმპერატორი ისე იდგეთ და თქვენ გაქვთ აი ის ნიჭი, რომ აი როგორ გითხრათ, არიან ადამიანები, რომლებიც აი ნახე რაღაც არის გასაკეთებელი, მაგრამ აი ვიღაცა ავად გახდა, მოდი ჯერ იმას მივხედავ, ვიღაცამ დახურეკა, მოდი რა დაბადების დღე მაქვს, მოდი იქ წავალ და გადავდე. არა, 4-იანებისთვის თავარი არის შედეგი, მიზანი და აი რაც დაგეგმა, გეგმები უყვართ ძალიან, რაც დაგეგმა, ის უნდა მიიღოს. და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს და თავის ქვეშ შეხვდომებსაც ძალიან მკაცრად ხისტად სთხოვს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორ ბრძანებასაც გასცემს. რაც არის მინუსი, გაიხსენეთ თქვენი მშობლები, რა არ მოგწონდათ თქვენი მშობლების მმართველობაში და ის არ გაიმეოროთ. ეს არის ეჭვი, ეს არის სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. ანუ მე ვიცი ყველაფერი, მე ვიცი როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა გააკეთო, რა არის სწორი და ჩემი მიმართულებით, ჩემი მითითებით უნდა იყო და იარსებო. ეს არის რადიკალური შეზღუდვა, ადამიანების რადიკალურ ჩარჩოში მოქცევა, სტრესში ყოფნა და ხშირად მამაკაცებში ეს მინუსშიც გადადის ძალადობაში პირდაპირ მნიშვნელობით. ეს უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ 4-იანის მინუსი არის ეს ენერგია. შემდეგი რაც არის, ეს არის რომ საკითხს გაიცნოთ ძალიან ღრმად, ამის საოცარი ნიჭი გაქვთ, არ ხართ ზედაპირული და ყველაფერს იწყებთ, აი ამის ფესვი რა არის. აი მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაცამ ჩაიდინა რაღაცა დანაშაული ადამიანმა და ზივერთ რამდენიმე ადამიანი და ღმერთო ჩემო რა ცუდი ადამიანია, მეორე ვთქვა რა სასტიკი ადამიანია, მესამე ვთქვა ეს როგორ შეიძლება, მეოთხე ნამდვილად დასაჭერია და შენ ამ დროს იკითხავ რომ რამ იწვია ეს დანაშაული, რა უდევს ამას წის საფუძვლად და აი ესე იგი ყვას ჩაძიება, ხა ეს მაგალითად მოვიყვანე ნებისმიერ საქმეში და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ თუ საკითხს სწავლობ ფესვებიდან, ან რაიმე პრობლემაა და მისი აღმოფხვრა შეგიძლია ფესვებიდან, ეს იდეალური რამ არის, იმიტომ რომ უფრო სიღრმისეულად გესმის, ასწორებ, კურნავმას, აუმჯობესებ და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი არის აი ეს თვისება, რომ სად ზედაპირულად რო გაეცნობი, ზედაპირულად რო დამუშავებ, თუნდაც შენ საქმეს ხო, პირად საქმეს ხო და სად რო არ შეგეშინდება ჩახვალ და ძირეულ პრობლემას იგებ, ძირეულ მიზეზს იგებ და ძირშივე კურნავ ამ სიტუაციას თუ სამი წერტილი. და მესამე სხვათა შორის ეს მესამე თუ არ დაამუშავე, ნახე გულის ენერგიაშიც კი ის 16 ენერგია და გამოიწვევს გულის დაავადებებს, ამიტომ ძალიან ყურადღებით მომისმინე. ეს არის კოშკის ენერგია, გრევის ენერგია და ეს არის კრიზისული სიტუაცია, ძალიან ღრმა კრიზისული სიტუაცია, როდესაც ადამიანი ინარჩუნებს იმ რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება მაინც, ესეც გაივლის. საერთო ჯამში რა შევაჯამოთ, შენ გაქვს ნიჭი, რომ ძალიან ღრმა სიღრმისეულ, სერიოზულ კრიზისები მართო გაუძლო და მოიყვანო, ასე ვთქვათ, აი სისრულეში დაალაგო, გამოიყვანო
შენი ტალანტი არის ის, რასაც ხედავ, რომ შენ არ იბნევი, არ უნდა დაიბნე, ცხადია თუ გამოაღვიძებ ამ ნიჭი, გაქვს კიდევაც გამოგვიძება და ნებისმიერ იმ მტკივნეულ კრიზისულ სიტუაციაში გეხარ ძალიან მედგრად და იქვე ეძებ გამოსავალს, იქვე პოულობ, იმიტომ რომ არ უშინდები ამას. ასევე შეგიძლია დაინახო, თუნდაც ძალიან მტკივნეული იყოს, რა გაქვს ჩამოსაშორებელი, რომ რაღაცა გამოასწორო და იყოს კარგად, რა გიშლის ხელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის იყოს ძალიან მტკივნეული. შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანი იყოს, ძალიან გიყვარდეს, მაგრამ შენ გაქვს ეს ტალანტი და ნიჭი, რომ შენ მიხვდე, რომ ეს გიშლის რაღაცაში, რაღაც თემაში შენ ხელს. ეს ადამიანი შენ განგრევს, შენ განვითარებას უშლის ხელს და ასე შემდეგ და შენ უნდა ჩამოიშორო ეს ადამიანი. შენ თუ ესე არ მოიქცევი, როგორც თქვი, გულის პრობლემებზე იმოქმედებს ეს ყველაფერი. ასევე კიდევ ერთხელ გავმეორდები, შენ უნდა დაეხმარო სხვა ადამიანებს ამაში, რომ გაუძლონ კრიზისულ, სტრესულ სიტუაციებს მედგრად და დაანახო, რა უშლით ხელს, რამ გამოიწვია ეს კრიზისი. რა არის ის ნაგავი, რაც უნდა გაიტანონ მისი ცხოვრებიდან. აი ესე ვიტყოდი. დღეისათვის ეს იყო და შემდეგზე უკვე გადავალ იმ ყველაზე საინტერესო თემაზე, აი რა გააკეთეთ ცუდი წინა ცხოვრებაში და რის გამო ვერ აწყობ პირად ცხოვრებას. დროებით.